ფაქტები რომ გავასწოროთ, იმიტომ ეს თქვენ ფოტოვიზუალური ჟონგლიორობაც გამოიყვეს, რომ კიდევ ერთხელ არც პრემიერ-მინისტრი და არც მე არ ყოფილა დასაქმებული არასამთავრობო ორგანიზაციაში. პრემიერ-მინისტრი იყო საერთაშორისო ორგანიზაციაში, მე ვიყავი სამთავრობო ორგანიზაციაში. თქვენ იმდენ ფოტოს ნახავთ და იმდენი პროცესი იყო, რომ რომელი კონკრეტულად რა იყო, რა უნდა გავიცი. ხო, სხვათა შორის არა, ლესინგი, მაგრამ იქ იეწერა პრინციპში. გახლავთ ამერიკელი ერთ-ერთი პროფესორი და მისი კონსტიტუციური რეფორმა იქნა. კი ბატონო, კონსტიტუციური რეფორმა იყო, ახლა ლესინგი იყო ჩამოსული, ხო, სავარაუდოდ. კი ბატონო. მე ვიყავი მათ შორის ხო ამ ჩეს და რა ეს არის უცხოეთის მავნე გავლენა და ჩარევა. ჩვენ უყურეთ ქართულმა სახელმწიფო არათუ მაგიდა არათუ კარი გაუღო უცხოელ პარტნიორებს, ქვეყნებს, სახელმწიფოებს გული და სული გაუღო რომ ჩვენ ქვეყნის მოწყობის დროს ჩვენ ისინი თანამონაწილე გავხადეთ ჩვენი სახელმწიფოს მოწყობისა, რომ ელჩების დონეზე იყო ჩართულობა შიდა საკანონმდებლო პროცესში. ასე იყო. არათუ მე ყოფილა იქიდან, მე აქედანაც ჩართული ვიყავი. პარლამენტის ამ დონეზე გაუღეთ კარი, ამ დონეზე ვაჩვენეთ მეგობრობა, ამ დონეზე ვაჩვენეთ როგორ გვესმის ჩვენ პარტნიორობა. მაგრამ ვიღაცეებმა ეს გაიგეს როგორც დაქვემდებარება და მორჩილება. და აღმოჩნდა, რომ ეს ჩვენი გულღიაობა, ის რომ ჩვენ შემოუშვით ჩვენს ოჯახში და სიტყვა ვათქმევინეთ, დაიწყეს და ჩვენი ოჯახის წევრებიდანვე, ასე რომ შევადაროთ, ანუ ქართული ორგანიზაციებით გამოყენება იარაღად ჩვენივე ქვეყნის წინააღმდეგ.